ზაგეგმილი არის თუ არა ეს რაუნდი და რა მოოდინები გაქვთ ეგეთ რომ გითხრათ. ვეცდები რომ კონტექსტი აგიხსნათ რომ მე საუბარი უფრო შევძლოთ. ანუ მე ხო შეიძლება ზურაც იყოს, მაგრამ მე მივწერეთ და იდეაში მეც ვიქნები ამ რაუნდზე, ან შემდეგ რაუნდზე. ზურაც იყოს. კი ბატონო, ანუ ზოგადად კონტექსტი მინდა რომ გითხრათ, ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მე თქვენი კითხვები უფრო ორგანული იქნება. ესე იგი, გამარჯობათ კიდევ ერთხელ. მოგესალმებით. მოკლედ რთული კვირა გველოდება წინ. და რა შეახლა საქმე თქვენ რა თქმა უნდა იკითხეთ კიდეც ეს მოლაპარაკებების ამბავი. სიტუაცია ახლა გვაქვს ასეთი. მას მერე რაც იდეაში ქართულმა ოცნებამ გააკეთა ეს განცხადება, რომლითაც ფაქტობრივად ყველაზე დიდ პარტიას თქვა რომ აღბრძალავო, ამან აღბრძალავ რა, ანუ მოკლედ მე გადავწყვეტ ვინ უნდა იყოს პარლამენტში და ვინ არა, ამან მნიშვნელოვნად შეცვალა კლიმატი ზოგადად და დამოკიდებულება მათ შორის მოლაპარაკებების მიმართ, ალბათ თქვენ შეამჩნევთ. მაგრამ საქმე რაში არის? საქმე არის იმაში, რომ ეხლა ვართ ჩვენ სიტუაციაში, როდესაც ფაქტობრივად ჩვენმა ამომრჩეველმა იდეაში არ იცოდა ამდენი ხნის განმავლობაში, რაზე მიდიოდა საუბარი, რა მოლაპარაკებები იყო და რა იყო მთავარი საკითხი და ჩემი ამოცანა დღეს თქვენთან არის რომ გითხრათ ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის რა იყო მნიშვნელოვანი ამ მოლაპარაკებებზე. შესაბამისად, რა მიმართულებით შეიძლება გაგრძელდეს ეს მოლაპარაკებები ისე, რომ ჩვენთვის იყოს ეს ამბავი ყველაზე უფრო მისაღები სცენარი მოვლენების განვითარების. ანუ ერთი სცენარი გასაგებია, რომ დღეს არის ისეთი სიტუაცია, რომ მოლაპარაკებები შეიძლება საერთოდ არ გაგრძელდეს. ხო? ანუ ამ სცენარში გასაგებია, რომ ფაქტობრივად თუ მოლაპარაკებები საერთოდ არ გრძელდება, ოპოზიციის სცენარი მიდის ბოიკოტისკენ და გირჩის პოზიცია არის შემდეგი. როგორც კი 38 დეპუტატი ფაქტობრივად დატოვებს თავის მანდატს, ანუ როგორც კი არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი დევანდო პარლამენტში, გირჩის 4-ვე დიდი ალბათობით, მაგრამ 3 მინიმუმ, რაც მე ზუსტად შემიძლია გითხრათ დეპუტატი, დავწერთ განცხადებას პარლამენტის დატოვების შესახებ. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს პარლამენტი, მეათე მოწვევის პარლამენტი, ჩვენი გაგებით ვერ შედგა. ამიტომ, მაგრამ არის თუ არა კითხვა ისმის ესეთი, არის თუ არა რამე შანსი, რომ ეს მოლაპარაკებები კიდევ გაგრძელდეს და ამ მოლაპარაკებებიდან სხვა შედეგი მივიღოთ გარდა ბოიკოტის ამ პარლამენტის. ამ თემაზე მდგომარეობა მინდა აგიხსნათ როგორია. წინა კვირაში, როგორც იცით, ალეკო ელისაშვილმა როგორც კი განცხადება გააკეთა, ფაქტიურად მიიღო თავდასხმა. და ჩვენც გვაქვს განსხვავებული პოზიცია სხვა ოპოზიციური პარტიებისგან და მინდა რომ მედიამ ამის შესახებ იცოდეს. გამარჯობთ. ანუ მე შემიძლია გავაბრძოლო, ხო შეუძლია? კი ბატონო. ესე იგი, რაში მდგომარეობს ჩვენი პოზიცია? კონტექსტი რო წარმოგადგენინოთ, მაგიდაზე დევს უხეშად 4 წინადადება. ერთი წინადადება არის პოლიტპატიმრების, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არ არსებობს განსხვავებული აზრი. და შესაბამისად პოლიტპატიმრებზე მოლაპარაკება გრძელდება, მთელი ოპოზიცია არის ერთ პოზიციაზე. მეორე საკითხი არის ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი. ამ საკითხთან დაკავშირებით ეს საკითხი არის უმრავლესობისთვის მთავარი საკითხი გარდა გირჩისა. გირჩი ამ მოლაპარაკებებში, როდესაც ჩავერთეთ, ჩვენ ვთქვით, რომ ეს საკითხი შესაძლებელია გაიცვალოს სხვა მნიშვნელოვან საკითხში. მესამე საკითხი, რომელიც დევს მაგიდაზე, ეს არის როგორ არ მოიპარონ შემდგომში არჩევნები, ანუ როგორ გამოსწორდეს CSKO ისე, რომ მისი ნდობა იყოს შესაძლებელი. ამ საკითხზე გააკეთა ალეკო ელისაშვილმა განცხადება წინა კვირაში, რომ მას ეს ამბავი მოწონს და მიიღო თავდასხმა. მეოთხე საკითხი არის პროპორციული არჩევნები. ყველა დონეზე და ყოველთვის, როგორც ადგილობრივ, ისე პარლამენტში. ეს საკითხი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი გირჩისთვის, რომელიც ჩვენ ყოველთვის წარმოგვედგინა, რომ იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მეორე საკითხი, რომელიც ეხებოდა ვადამდელ არჩევნებს და პლებისციტს. საქმე იმაშია, რომ მეოთხე საკითხთან მიმართებაში წინადადება არის არასრულფასოვანი. ანუ ბოლომდე ისეთი არ არის, რომელსაც ყველანი აღფრთოვანებით შევხვდებოდით. წინადადება არის შემდეგი. ამ წინადადების მიხედვით ბარიერი კვლავ იარსებებს
ანუ 3%-იანი ბარიერი კვლავ იარსებებს, ხოლო შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნები უფრო პროპორციული გახდება ზუსტად ისევე, როგორც ეს არჩევნები პარლამენტის გახდა უფრო პროპორციული 120-30. ასეთივე სქემა შემოთავაზებული 40-10-ზე თბილისის საკრებულოში. ანუ ზოგადად უფრო პროპორციულისკენ მიდის მოლაპარაკებების მიმართულება არის, რომ უფრო პროპორციული იყოს ყველა არჩევნები, მაგრამ ორი პრობლემა, ერთი რომ ადგილობრივზე მაჟორიტარები რჩებიან, ხოლო მეორე პარლამენტში ბარიერი რჩება. უფრო დაბალი 0-დან 3%-მდე, მაგრამ ბარიერი. მოკლედ, შესაბამისად, თქვენ რო გესმოდეთ, რაზე იქნება საუბარი? საუბარი არის იმაზე, რომ იმ შემთხვევაში ჩვენ თუ მივიღებდით პროპორციულ არჩევნებს სრულად, ჩვენ გამოვიდოდით და ღიად ვიტყოდით, მათ შორის საერთოდ დებატები გვინდოდა, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, პროპორციული არჩევნების დადება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეხლა გაუგებარი, ჩვენთვის გაუგებარი პლებისციტი, ან ასეთ კრიზისულ ვითარებაში ახალი არჩევნების ჩატარება, ანუ თუ ეს გვექნებოდა გასაგები გახდებოდა, რომ მუდმივად ყოველთვის როცა დაგვჭირდება ჩვენ კრიზისის განმუხტვა, ჩვენ მივიღებთ ისეთ არჩევნებს, რომელშიც შანსი იარსებებს, რომ ძალაუფლება იყოს დანაწევრებული ყველა დონეზე და ყოველთვის. და ეს იდეა ჩვენ მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა, რომელიც ამ მოლაპარაკებების დროს გაჩნდა ამ სივრცეში. არ არის ის დასრულყოფილი ისეთი არ არის, როგორც ჩვენ ამბობთ მოგვეწონებოდა, მაგრამ ასეთი. ახლა რომ წარმოგადგენინოთ ვითარება, რაც მე მოვუყევი, ეს იყო კონტექსტი. არის 4 წინადადება, არის ასე ვთქვათ, ქართული ოცნების ფაქტიურად ჩამშლელი გამოსვლა, მიუხედავად იმისა, რა დევს მაგიდაზე, თუ რიტორიკა ასეთია, ჩვენ წყვეთ, ვინ უნდა იყოს პარლამენტში და ვინ არ უნდა იყოს პარლამენტში, ჩემი აზრით, არაფრის განხილვა არ გამოდის. მაგრამ სიტუაცია არის ასეთი, რომ პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში ოპოზიცია ამ ერთვიანი ძალიან უცნაური მოლაპარაკებების შედეგად ორი წინადადება, რომელიც შეიძლება იყოს მისაღები. ეს არის ალი კველისაშვილი, რასაც ამბობს ადმინისტრაციების გაუმჯობესება, რომ არჩევნები აღარ იყოს მოპარული და მეორე უფრო პროპორციულისკენ გადახრა მთელი ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობის, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე, ოღონდ არც ერთი თემა, განსაკუთრებით ბოლო თემა, არ არის სუფთა სახით. არის მოლაპარაკებები აი ამ დონეზე გაჩერებული. აი ამ სიტუაციაში ჩვენ ველოდებით ორ რამეს. ერთი რომ ქართულმა ოცნებამ გააკეთოს მკაფიო განცხადება, საერთოდ რას აკეთებს, იმიტომ რომ სინამდვილეში ის კვლავ აგრძელებს ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლას და ამას აყოლებს მთელ ოპოზიციას, მთელ პარლამენტს, იმიტომ რომ რაც არ უნდა ჩვენ გვინდოდეს და ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენ ძალიან გვინდა პარლამენტში, იმიტომ რომ საქმე გვაქვს იქ გასაკეთებელი, ასეთ პარლამენტში ფიზიკურად შეუძლებელი იქნება შესვლა. ფიზიკურად შეუძლებელი იქნება შესვლა ნებისმიერი პარტიისთვის, თუ ეს რიტორიკა ჩემი აზრით არ შეიცვალა და ყველა ამას არ მიეცა ამ მოლაპარაკებას არ მიეცა მართლა მოლაპარაკებების და არა ულტიმატუმებით ერთმანეთის დაჩაგვრის სახე. საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ვიღაცა გამოვა და იტყვის, რომ მე მინდა რომ ეს პარტია არ არსებობდესო და აი ეს პარტია აორთქლდება. და ჩემი აზრით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გასააზრებელი ამბავი, რომ 8 წლის მერეც კი ზუსტად იგივე დაპირისპირებას ეწირება ჩვენი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები, მშვიდობა, უსაფრთხოება, რა პროცესიც მიმდინარეობს 8 წელი. კვლავ ქართული ოცნება ებრძვის მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას და ამ ბრძოლაში ფაქტიურად ყვება მთელი პოლიტიკური სპექტრი. მათ შორის ჩვენც და სხვა პარტიები, რომლებსაც შეიძლება საერთოდ ამ ბრძოლაში არანაირი მონაწილეობის მიღება არ გვინდა. აი ეს მინდოდა რომ ზოგადად მეთქვა. ეხლა მზადვა რომ ნებისმიერ კითხვას ვუყურებ. გავაგზავნოთ მოლაპარაკებებისთან და პარლამენტისთან და ერთპარტიული პარლამენტი. ეს ვითარება რას მოუტანს ქვეყანას და როგორ ხედავთ სამოქალაქო კრიზისიდან გამოსვლის გეგმას? ამის შესახებ რო ვისაუბროთ. თქვენი სახელი გაცავთ გიორგი. ერთი წამი რა მე მინდა რომ ბატონო ის თემა რაც დაიწყეთ ამოვწუროთ რა რომ მე იგივე არის ინფორმაცია. მოლოდინი თქვენ ძალიან ცოტა საუბრობთ და მოკლედ რომ გითხრათ მეხუთე რაუნდის მოლოდინი არ არსებობს ეს მოლოდინი, მაგას გეუბნები. სრულად წარმოუდგენელია, რომ ახლა მეხუთე რაუნდში ახლიდან არ დავრესტარტეთ და იგივენაირად მივიდეთ. ფაქტობრივად წარმოიდგინეთ სიტუაცია არის ესეთი, როდესაც პარლამენტში ერთი პარტია
ეს ერთი პარტია აცხადებს, რომ მე ვწყვეტო, ვინ იქნებაო პარლამენტშიო, მე გადავწყვეტო, ვინ იქნებაო პარლამენტშიო, ნაციონალურ მოძრაობას შეიძლება არ შეუშვება, ძალიან კარგი თუ არ შეუშვებო, იქ კიდე რომელიღაც პარტიაზე ამბობს ევროპულ საქართველოზე, მიუხედავად იმისა, მე რა დამოკიდებულებები მაქვს ამ პარტიების მიმართ. ესენი არიან ჩემი კოლეგები. და ამ კოლეგების გარეშე იმ პარლამენტში შესვლას აზრი არ აქვს. გესმით? და თუ ვინმე არის პასუხისმგებელი იმ სიტუაციაზე, რომელიც მოეწყო, ისევ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ამ სიტუაციაზე. ამიტომ არის მეხუთე რაუნდის წინ ეს შექმნილი მდგომარეობა. ერთი მხარე რო დასავლეთს აგინებს და მეორე მხარე რო ამ იგივე პრობლემით სპეკულირებს. პრობლემა ამაშია, რა მოლოდინი შეიძლება მე მქონდეს ასეთი მოლაპარაკებების მიმართ, სადაც მთავარი მხარეები, ყველაზე ძლიერი მხარეები, უბრალოდ ერთმანეთთან ბრძოლას აყოლებენ ნებისმიერ მოლაპარაკებას. თუ შეიძლება რომ ცალ-ცალკე რა. და მოლაპარაკებების შესახებ სიახლეან არის, ეს ვითარება რას მოუნდას ქვეყანას და თქვენ როგორ ხედავთ სამომავლოდ კრიზისიდან გამოსვლის გზებს? ესე იგი, წარმოვიდგინოთ სიტუაცია, სადაც ეხლა ფაქტობრივად ნებისმიერ პრობლემაზე, რომელიც ქვეყანაში იქნება, მნიშვნელობა არ აქვს რა პრობლემა. ყოველთვის იქნება მხოლოდ ერთი პასუხისმგებელი. ანუ სინამდვილეში გასარჩევიც კი აღარ გვექნება არანაირი საკითხი, თუ რამეზე ვიქნებით უკმაყოფილები, ერთმნიშვნელოვნად გვეყოლება პარლამენტი. ანუ თუ ჩვენ მართლა ბოიკოტს ვუცხადებთ ამ პარლამენტს, თუ ჩვენ მართლა არალეგიტიმური გონია, ნებისმიერი ამ პარლამენტის გადაწყვეტილება ბიუჯეტს დაამტკიცებს ის, რაიმე ახალ აკრძალვას შემოიტანს, რაც გაგვაბრაზებს უბრალოდ. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ნებისმიერი მიზეზით შეიძლება გავიქცეთ ქუჩაში და რაღაცები ვაპროტესტოთ. ანუ ისედაც არასტაბილურ მდგომარეობაში, სადაც ეკონომიკური კრიზისი გვაქვს, სადაც პანდემია გვაქვს. პლუს პოლიტიკური დესტაბილიზაციის დამატება, თან ისე რომ ჩვენ წინასწარ ვიცით, რომ გამოსავალი აქედან უბრალოდ არ არსებობს. არავინ არ ლაპარაკობს დღეს ამ ქვეყანაში. ადგილი არ არსებობდა ერთი, სადაც ადამიანები საუბრობდნენ გარდა ელჩების თან დასწრებით, სადაც შეიძლებოდა ხალხს ელაპარაკა. დღეს ელჩებსაც გუბრაზდებით. ანუ შეიძლება იმათანაც არ ვილაპარაკოთ. მაშინ რა დაგვრჩენია? საერთოდ რა დაგვრჩენია თუ ლაპარაკის ადგილი არ არის და ლაპარაკი ერთმანეთთან არ შეგვიძლია. ქვის სროლა არ რჩება მართლა. ხო და ანუ ეს არის პრობლემა. ეს არის პრობლემა და არავინ არ შეიძლება პროგნოზი გააკეთოს. უფრო ეფექტური იყო მარიქნა თქვენი აზრით, ანუ შესვლა პარლამენტში და ამ ტრიბუნაზე ბრძოლა ვიდრე გაბრაზება და პარლამენტი უნდა იყოს ეს. ანუ ჩვენ ყველამ უნდა მოვახერხოთ, რომ ეს იყოს ნამდვილად პარლამენტი. თუ იქ არ არის განსხვავებული აზრი. ჩვენ რო შევიდეთ გირჩი მაგალითად და ჩვენ ალეკო ელისაშვილი და ქართული ოცნება ერთად რო დავსხდეთ და რაღაცებს დავიწყოთ ლაპარაკი. რომელი თქვენთაგანი დაგვიჯერებს ჩვენ რო იქ ჩვენ მართლა რაღაცებზე ვკამათობთ. ანუ დაგვიჯერებთ? მე მგონი არავინ არ დაგვიჯერებთ და ეს იქნება სისულელე, ვიდრე ყველანი არ დავიჯერებთ ერთად, რომ ეს მართლა პარლამენტია. და იქ არავის არ განუსაზღვრია გარდა ხალხისა. ვინ შევიდეს და ვინ არა, ვიდრე კობახიძე ამ ინტონაციას არ მოიცილებს, ვიდრე ქართული ოცნება სხვა რიტორიკით არ დაიწყებს ლაპარაკს. ეს პარლამენტი ფიზიკურად ვერ შედგება. პრობლემა ამაშია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ხალხს უნდა რომ ეს პარლამენტი შედგეს. მაგრამ ბატონო, თქვენ სამომრჩეველს უნდა რომ შეხვიდეთ. დიახ, რა თქმა უნდა. ოღონდ პარლამენტში უნდა შევიდეთ. ჩვენ აღმოჩნდეს არ უნდა, რომ ჩვენ პირველად ანუ ჩვენ არასოდეს არავინ არ გადაგვიგდია, არასოდეს არ ყოფილვართ პროცესში, სადაც ჩვენ სიტყვა გაგვიტეხია. და ჩვენ პირველად ვართ სიტუაციაში, როდესაც გვიწევს გადაწყვეტილების მიღება. და გვირჩევნია, რომ ჩვენი სინდისი შევინახოთ სუფთად, ვიდრე ნებისმიერ ისეთ პროცესში შევიდეთ, სადაც ჩვენ არ გვესმის, როგორია იქიდან გამოსავალი. ანუ თქვენ ამბობთ, რომ პარლამენტში შეხედეთ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. დღევანდელი მოცემულობით რა პარლამენტიც იქმნება საქართველოში, ჯერჯერობით ის ერთპარტიულია. თუ ის იქნება ქართული ოცნება და თქვა გირჩისნაირი პარტია, ის პარლამენტი ვერ იქნება. ხდებით? ანუ ჩვენ იქ ნაციონალური მოძრაობა გვჭირდება. აუცილებლად გვჭირდება ნაციონალური მოძრაობა. ანუ თქვენ მოვუწოდეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა შევიდეს და არა, მე მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, რომ ისეთი კლიმატი შექმნას, სადაც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკოსებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ პროცესში და თვითონვე უნდოდეთ მე პარლამენტში შესვლა. ანუ ეს არ არის სიტუაცია, რომ ხალხ პარლამენტში შესვლა არ უნდა. მე ძალიან კარგად ვიცნობ ჩემს კოლეგებს, უბრალოდ არის შექმნილი სიტუაცია, სადაც პარლამენტში შესვლა სირცხვილია. უბრალოდ სირცხვილია. ამას როგორ შეაფასებთ თქვენ? აი რას ფიქრობთ, რომ გადადის შეიძლება ჩავთვალოთ პოლიტიკური რეპრესიების დასაწყისად?
ნიკა გვარამიას მე განვიხილავ ჩვეულებრივ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ნაწილად, ანუ იმიტომ კი არა რომ რაღაც ბრალს ვდებ რამეში, არა, უბრალოდ ჩვეულებრივ ანუ თუ ბრძოლაა, ვინ არის ყველაზე მეტად საბრძოლი ნაციონალური მოძრაობიდან, თუ არა მისი ყველაზე რაღაც ისეთი მედია საშუალება, ძლიერი მედია საშუალება. ანუ იგივე ნარატივის ნაწილია, რასაც მე ვყვები. ანუ როგორც კი ყობახიძე იძახის რომ ვიღაცას არ შეუშვებს პარლამენტში. ანუ ვიკითხავს უკაცრავად, ანუ რაც არ უნდა არ მოწონდეს, რაც არ უნდა მე არ მომწონდეს რომელიღაც პარტია ან რომელიღაც ჯგუფი, თუ ის არჩეულია და შენ თუ იძახი რომ მე არ გამიყალბები არჩევნებიო, ვიკითხავს ეს ხალხი იქნება პარლამენტში თუ არ იქნება? ნიკას მიმართ ჩანტაჟი არ ვიცი, ანუ ფიზიკურად მაგაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ბოლომდეც არ მინახია თავად ნიკას გადაცემა და ანუ ინფორმაცია არ მაქვს ზუსტი. ძალიან ცუდად. ანუ ძალიან არასწორად ვაფასებ იმას, ჩვენს ქვეყანაში არა გვაქვს არც ერთი ინსტიტუტი, რომელსაც ვენდობოდით. ანუ მართლა რამე რო დაგვემართოს, თუ ვინმეს იმედი გვაქვს, ჩვენ გვაქვს დასავლეთის და ორი მთავარი ინსტიტუტის, ერთი ამერიკის შეერთებული შტატების და მეორე ევროკავშირის. ეს ხალხი დავრჩა. შეიძლება კარგი ადამიანი იყოს, შეიძლება ცუდი ადამიანი იყოს, შეიძლება ცუდი ხასიათი ჰქონდეს, არ ვიცი, შეიძლება რაღაცა უყვარდეს, მაგრამ ეს არის ინსტიტუტის წარმომადგენელი. ანუ ცუდ ადამიანზე და კარგ ადამიანზე კი არა, ინსტიტუტის წარმომადგენელი და როდესაც შენ ხარ მძიმე მდგომარეობაში, ასეთი კრიზისი ხვალ არ იცი რა დაგჭირდება. ხვალ შეიძლება კიდევ უფრო მეტად დაგჭირდეს ჩვენი პარტნიორების ხარ დავჭერა, იმიტომ რომ ბევრად უარეს კრიზისში აღმოჩნდეთ. და წინასწარ მე არ მგონია რომ პრაგმატული იყოს ამ ინსტიტუტებთან საქმის გაფუჭება. მე ესე არ მოვიქცევ არავითარ შემთხვევაში. ისმეცები რა ვიქცევთ? აი ისმეთის მეპარეული ესწავსო ვიხოცები. აი ისმეთის მეპარეული დათვლის შედეგების შეცვალა. შეცვალა თუ არა ის წესრიგი და რეალობა. ჩემი აზრით ისფედმა გაიფუჭა დეპუტაცია სერიოზულად. ანუ არ მგონია დიდად რომ ისფედის 3%-იანი გასხოვების გამო ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში ის რაც ხდებოდა. უბრალოდ ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომელსაც ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტია ხშირად ეყრდნობოდა და ზედმეტად ეყრდნობოდა ჩემი აზრით. მაგრამ საბოლოო ჯამში რა გამოჩნდა, რომ როგორც წეგანლი მე სასამართლოზე და სხვადასხვა ინსტიტუტებზე ვლაპარაკობდი, არასამთავრობო სექტორში თუ ზარმაზარი პრობლემა გვაქვს. ანუ როგორ შეიძლება ორგანიზაცია, რომელსაც აი მე მქონდა იმის რა ქვია, NDI-ის და IRA-ის ექსპერტებთან, ასე ვთქვი, ინტერვიუები, ვინც გრძელვადიანი დამკვირვებლები იყვნენ საქართველოში. ასეთი ინფორმაცია ერთ-ერთმა ექსპერტმა მითხრა 2-3 კვირის წინ. ანუ ზუსტად ესე მითხრა, ისეცო, კი ბატონო, ეს ხო მოხდებაო. ანუ მე დღეს მივხვდი, მას მერე რაც ეს ინფორმაცია გაჟღერდა, რომ ვიღაცები ამის შესახებ იცოდნენ. ანუ მაშინ კიდე კარგად ვერ წარმოვიდგინე რა მითხრა მოცხოებმა. ანუ როდესაც ჩვენ ისედის ამ იმაზე, ანუ მე ვიცი რომ ამის შესახებ 1-2 კვირის წინ ზოგადად იცოდნენ. შეცდომა რა დაუშვა? კი, მექანიკური შეცდომა რა დაუშვა, ანუ გასაგებია რომ რაღაცა მექანიკური შეცდომა იყო და მთელი პრობლემა ის არის რომ ეს პროცესი იმდენად არის უყურადღებოდ იყო მიტოვებული. იმდენად ვიღაცებმა იცოდნენ რომ პარლამენტის შეკრების დღეს გავიგეთ ჩვენ. ეს ხო სხვა პოლიტიკური მესიჯია, როდესაც პარლამენტის შეკრების დღეს იგებ თუნდაც ტექნიკურ შეცდომას, რომელსაც უზარმაზარი გავლენა ჰქონდა თვენახევრიან პროცესზე. და ეს ვისი პასუხისმგებლობაა? იმ ორგანიზაციის, რომელიც ასეთ შეცდომებს უშვებს და მე დროულად არ აკეთებს ინფორმირებას საზოგადოებაში. კითხვა ვერ გავიგე. ეგ ვთქვი, ამ წელს ეგ ვთქვი, რომ თუ გაიგესმეთი ამ ხალხმა, თუ იცოდნენ ამის შესახებ, რომ ასეთი პრობლემა მაშინ გათვლაში ჰქონდათ და მე მგონია რომ იცოდნენ. ანუ იმიტომ რომ მე სხვა წყაროდან ვიცოდი ამის შესახებ სრულად შემთხვევით. და რადგან დადასტურდა, ჩემი აზრით ეგრევე უნდა გაეკეთებინათ. როგორც კი გაიგეს ამ შეცდომის შესახებ, თუ რაიმე პასუხისმგებლობის ჩამოცილებაზე შეიძლება იყოს საუბარი, ეს არის რომ დროზე აღაღიარო რომ შემეშალა. შეფასებითი ნაწილია მე არ ვიქნებოდი ესეთი კატეგორიული რომ თურმე ამერიკის ელჩი რაღაცა ტყვეებით ვაჭრობ. თუ ძალიან არასწორი მგონია ესეთი დამოკიდებულება ზოგადად დასავლური ინსტიტუტების მიმართ, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან რა გავაკეთო ესეთი.
კი ბატონო. იყო ყველაფერი შემიძლია თქვა ხო? არა, კიჩი აგრძელებს, რასაც ვაკეთებ, ზუსტად იგივეს ვაკეთებთ. უბრალოდ ზურაბი ჩამოყალიბდება, თვითონ რას აკეთებს, ჩვენ ზუსტად იგივეს ვაკეთებთ, იგივე ინსტრუმენტებით. ახლა უბრალოდ რაღაც ახალ ოფისს მოვაწყობთ, იქ რა ვიცი სტუდიას გავხსნით, თავისუფალ ბაზარს გავაგრძელებთ. ანუ ჩვენ გავაგრძელებთ ყველა იგივე ინსტრუმენტის გამოყენებას, იგივე სამართლებრივი ასე ვთქვათ რაღაც გვაქვს გამოყენებას, უბრალოდ გავიგებთ ამ პროცესში სად არის ბატონი ზურაბი. ანუ მოკლედ კითხავთ არ ვიცით უბრალოდ ანუ თქვენი წერეთ არის პრობლემა. ესე მივხვდი რომ პატარა ანუ მხოლოდ გირჩ სარგოლის მხოლოდ პატარა პარტიების პარლამენტში შესვლას ნაციონალურ მოძრაობას ან უმრავლესობის ოპოზიციის უმრავლესობის გარეშე შესვლას აზრი არ აქვს. ხო, ჩემთვის არ ამგონია რომ აზრი ქონდეს, იმიტომ რომ პარლამენტი ხო ვერ იქნება ფუნქციონალური. და ანუ მოუწოდოთ ქართულოსნებას შექმნას ისეთი კლიმატი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ხო, ანუ კუდიანებად არ აქცევს, ანუ კუდიანებზე დევნად არ აქცევს ამ პროცესს, ანუ და დღეს ქართულოსნები მაგას აკეთებს, მაგით გვიშლის ჩვენ ხელს ამ მოლაპარაკებებში და ნებისმიერ კონსტრუქციულ რაიმე საუბარში. როდესაც ჩვენს კოლეგას ვიღაცა იმუქრება დაჭერით, შენ და შენ იმ კოლეგასთან ერთად ზიხარ, მე აღარ შეგიძლია შენ სხვასთან ურთიერთობა. ადამიანური ამბავია, წარმოგიდგენთ ჟურნალისტებს არა გაქვთ რამ ესეთი განცდა, ვიღაცებს რო იჭერდნენ, იმედში რო შევარდნენ თავის დროს, რაღაც რო ხდებოდა. ხო გქონდათ განცდა, რომ რაღაც თქვენს თავსაც არა, შეიძლება იქ არ მუშაობ, მაგრამ რაღაცა შენს თავს ვერ არის წესრიგში. თვითონ ზურაბ ჯაფარიძესთან და დანარჩენ გირჩელებთან კომუნიკაცია თუ შედგება, როგორია ეს კომუნიკაცია, ადამიანურ ენაზე გაქვთ ურთიერთობა? ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა ყველასთან, ჩვენ ბავშვი, ვისთანაც მეგობრობდით, იგივე ხალხთან მეგობრობთ. არის ზურას ასე ვთქვათ, უშუალო რაღაცა ფან-კლუბი, მოდი ასე დავარქვათ, რომელიც უბრალოდ ზურა უყვართ და ბუნებრივია პოლიტიკოსები უყვართ ხოლმე და შესაბამისად, როდესაც ესეთი რამე ხდება, ჩვენ ხო პირველად დაგვემართა და გონია რომ დრო არის ყველაფრის კურნალი, ანუ დროთა განმავლობაში ადამიანები მეტ ინფორმაციას მიიღებენ, უკეთესად ჩამოყალიბებიან რა და როგორ, არაფერი ტრაგიკული ამაში არ არის. უამრავ პარტიაში ხდება განხეთქილება ბევრად უფრო ისეთი საფუძვლით, ანუ რაღაც ვიღაცამ სადღაც გაიყიდა, სადღაც გადახტა, გადმოხტა რაღაცები გააკეთა. აქ ჩვეულებრივ მე მგონი ადამიანური პრობლემა გვაქვს და ამ ადამიანური პრობლემის დაძლევა ჩემს უფრო გაგვაძლიერებს, ვიდრე დაგვასუსტებს. და დაფინანსების ხომ კითხვას ანუ რომ გამცემდა შემდეგ დავსო. პირველ ეს რაც მაინტერესებს ეს არის რა შემთხვევაში აპირებ და თუ აპირებ საერთოდ მანდატზე, საპარლამენტო მანდატზე უარიცება. საკმაოდ 38 განცხადება როგორც დაიწერება ეგრევე. ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ ვერ დგება ამ პარლამენტში, ჩვენ ეგრევე ვიწერთ პროცედურას. ოღონდ ჯერ ხმა უნაქნან და წარმოიდგინეთ რომ აი ეს ნაციონალური მოძრაობა რო შევიდეს პარლამენტში, საბოლოოდ ამ რაღაცა მოლაპარაკებებში, ყველანი რო შევიდნენ, გირჩი არ შევიდეს, ხო სასაცილო იქნება. ხო და ამიტომ ხო რა თქმა უნდა, ჩვენ ვის დავკარგუვართ 28 პარტია, 36 ადგილი აქვს პარლამენტში, რასაც მე ვყვებოდი, მთავარი ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი რომ იყოს საუბარი, მთავარ მოთამაშე, ჩვენ არ ვართ პრობლემა, არც ელისაშვილი არ არის პრობლემა. ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნებაა პრობლემა ამ ქვეყანაში. ის ხალხი უნდა დაალაგდეს ჯერ და თუ ისინი დაალაგდებიან, ჩვენ პრობლემა არ აქვს. მაგრამ თუ ისინი ვერ დაალაგდებიან, მაშინ ის პარლამენტი ვერ იქნება და შესაბამისად ჩვენი არაფერი არ გვესაქმება. არასამთავრობოების განცხადება რომ აი ამ შედეგი და ანუ თქვენი თავი ხაზი იყო ხელახალი არჩევნების დაწყება. ჩემი არაფერ ყოფილა იქ თავი ხაზი. ვისი თავი ხაზი იყო? თქვენი თავი მოხდა. ჩვენი არ იყო თქვა გეუბნებით. ეს იყო ოპოზიცია თავიდან ითხოვდა ჩვენ რომ მოლაპარაკებებში ჩავერთვით, ჩვენ თვით რომ ჩვენ ამ პირობით ჩავერთვით, თუ თქვენ ხარს დაგვიჭერთ რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია. ესეთი მოლაპარაკება გქონდა. კი ბატონო, არასამთავრობო განცხადების შემდეგ, აი ეს რაც გამოქვეყნდა თავისუფალი არჩევნების გასვლის მიზეზი. ხო, რას თქვას მისვათ, შეიძლება ვერ ხვდები. თავისუფალმა არჩევნებმა ხო გამოაქვეყნა რომ დარღვევები არ ყოფილა და რაღაც ეგეთი რამე არ გამოაქვეყნა, იმან თქვა რომ უბრალოდ დათვლა შემეშალა. ხო, დათვლა შეეშალა, შესაბამისად არასწორი შედეგი დადეს მანამდე. რაც შეიცვალა. თქვენი მოთხოვნა ხომ არ შეცვლილა? ანუ კვლავ რჩება ხელახალი არჩევნების ჩატარების პროცესი. თქვენ არ მისმენთ საერთოდ. მე დავაგვიანე. გასაგები. ოკეი. ისედაც ესე დაგისვავდით, იმიტომ რომ გვიან მომენტზე
არა, ჩვენი მოთხოვნა საერთოდ არ ყოფილა ვადამდელი არჩევნებით, ხო იმას უყვებოდით თქვენს კოლეგებს. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ვადამდელი არჩევნების ნაცვლად უფრო მნიშვნელოვანი გვეგონა ჩვენ პროპორციული უგარიერო არჩევნები, როგორც ადგილობრივ ვიცე პარლამენტის დონეზე. ეს იყო მეოთხე საკითხი მოლაპარაკებების და შესაბამისად მოლაპარაკებებში ჩვენ გვინდოდა, რომ ეს საკითხი გაგვეტანა. ანუ მაგას ვყვებოდი, რომ ეხლა მეთქი ისეთი მდგომარეობაა, რომ ქართული ოცნება არ თანხდება ვადამდელ არჩევნებს და პლებისციტს, მისთვის წითელი ხაზია. ჩვენი მოთხოვნა რაც გვიწერია, ის ნახევარგზაზეა მიყვანილი, ანუ ბოლომდე არ არის მიყვანილი. ეხლა ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის თანადგომა, მაგრამ რაც თავარია ქართული ოცნების რიტორიკის შეცვლა, იმიტომ რომ ამ რიტორიკით ეს მოლაპარაკებები საერთოდ ვერ გაგრძელდება. და მეხუთე რაუნდს რა შეეხება თუ არის დაადგენილი თარიღი, როდის არ არის, ანუ მე ველოდებით ყველანი, თუმცა ფიქრობთ რომ იქნება. საკითხი იგივე 4-ია, რაც მაგიდაზე იდო, უბრალოდ ეს ამ 4 საკითხამდე რომ მიხვიდე, დამოკიდებულება უნდა შეცვალო ჯერ. არ უნდა უთხრა ადამიანებს რომ დაგიჭერთო, არ უნდა უთხრა რომ გაგაუქმებთო, მე გადავწყვეტო პარლამენტში მის შემო